აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად გარდაბნის, წყალტუბოსა და სენაკის მუნიციპალიტეტებში სასათბურე მეურნეობები მოინახულა. აფხაზეთიდან დევნილ მეწარმეთა ჯგუფებისთვის სასათბურე მეურნეობები ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს მიზნობრივი პროგრამის სასოფლო-სამეურნეო და ენდემური კულტურების წარმოების მხარდაჭერა ფარგლებში მოეწყო. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია ჩვენი სააგენტოს ეკონომიკური პროგრამების სააგენტო, რომელიც ეხმარება ჩვენ დევნილ მოსახლეობას. ძალიან გვიხარია და საამაყოა, რომ ჩვენ დევნილები აქტიურად არიან ჩართულები ასეთ ტიპის ინიციატივაში. ჩვენ მომავალ წელს ძალიან შევეცდებით, რომ უფრო მეტად გავაფართოვოთ ეს პროგრამა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთობლივად და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს საპილოტო პროექტები, ესე ვთქვათ, უფრო მეტ მოთხოვნას გააჩენს ჩვენ დევნილებში და დასაქმების თვალსაზრისით ეს არის კარგი შესაძლებლობა ბიზნესის და საკუთარი თავის, ესე ვთქვათ, ფინანსურად უფრო გაძლიერებისთვის. ეს არის ერთ-ერთი პროგრამა სააგენტოსი, რომელიც ითვალისწინებს აფხაზეთიდან დევნილთა ხელშეწყობას სასოფლო-სამეურნეო პროცესში. კონკურსის შედეგად ჩვენ გამოვალვინეთ 4 აფხაზეთიდან დევნილი ჯგუფი, თითო ჯგუფში შედის 5 აფხაზეთიდან დევნილი, გადაეცემათ მათ დახმარების სახით სასათბურე კონსტრუქციები, სადაც ისინი მოიყვანებენ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას და შესაბამისად ხელი შეეწყობათ მათ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამაღლებას. აქ ძირითადად არის სოფლის მეურნეობა, იმიტომ რომ თქვენს ხედავთ რა ადგილას ვართ, დავწერეთ პროექტი, გავაგზავნეთ და დაგვაფინანსეს. რაც შეიძლება მეტი უნდა დავასახმოთ. აი ოჯახები რო იყოს კმაყოფილი, ეს აუცილებელია.